ახალ ბინაში გადასვლისას ყოველთვის გაქვთ მოლოდინი, რომ გარემოს საკუთარ თავზე მოირგებთ და იცხოვრებთ ისე, როგორც წარმოგედგინათ. თუმცა ხშირად იმედებით სრულდება. გაწუხებთ ხმაური, რომელიც ფონად გასდევს ყოველდღიურობას. ზიონი კრწანისში საელჩოებთან დაპროექტებისას მიზნად დავისახეთ მაცხოვრებლებისთვის მშვიდი, პრივატული და დაცული გარემო შეგვექმნა. მოგიყვებით, როგორ ვუზრუნველყოფთ ამ სამ პარამეტრს. კომპლექსში არ არის გათვალისწინებული არც ერთი კომერციული ფართი, რაც ნიშნავს, რომ ტერიტორიაზე ვერ შემოვა უცხო მანქანა და გადაადგილებას ვერც უცხო პირები შეძლებენ. შესაბამისად, ტერიტორია იქნება მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხო. თუმცა კომპლექსთან ახლოს ბევრი მაღაზია, ქსელური სუპერმარკეტი და კვების ობიექტია. უმანქანო ეზო ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც დაპროექტებისას გავითვალისწინეთ. შესაბამისად, მობინადრეებისათვის სამანქანო გზის ნავიგაცია აწყობილია ისე, რომ კომპლექსს გარე მხრიდან უვლის. პარკინგს კი ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი იზოლირებული ჩასასვლელი და ამოსასვლელი აქვს. შესაბამისად, ჩვენს ტერიტორიაზე მხოლოდ ფეხითა და ველოსიპედით იქნება გადაადგილება შესაძლებელი, რაც ხელს უწყობს დაცული გარემოსა და სიმშვიდის შენარჩუნებას. ზიონი კრწანისში საელჩოებთან პროექტის ფილოსოფია ეფუძნება თანამედროვე ადამიანებისთვის ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებს, როგორიც არის პირადი სივრცის არსებობა და მეზობლებთან ურთიერთობის კულტურა. კომპლექსი ისეა დაგეგმარებული, რომ მობინადრეების პრივატულობა სრულად დაცულია. აივნები იზოლირებულია ერთმანეთისგან, ხოლო სადარბაზოში ბინის კარები კი განლაგებულია ჭადრაკის პრინციპით. ვისაც უყვარს ძველი თბილისის მჭიდრო სამეზობლო კულტურა, შეუძლია აერჩიოს ბინა კომპლექსის ისეთ ნაწილში, სადაც სივრცეები უფრო გახსნილია და მეზობლებთან ყოველდღიური უშუალო ურთიერთობა ბუნებრივად ყალიბდება. უსაფრთხოებას კომპლექსის სრულ ტერიტორიაზე ისრაელის წამყვანი კომპანია Capital Maintenance უწყვეტი რეჟიმით უზრუნველყოფს, რომელიც მართვადია ჭკვიანი სისტემებით. ზიონი კრწანისში საელჩოებთან მობინადრეებს ექნებათ სულ სხვა დაცული და უსაფრთხო გარემო.